ოხ. ნახე ბიჭო, რა შვება ეს ვობლერი ჭე. გიჩო. კაშაპია. თუ წერაა ბიჭო? დააკვირდით ფიგურებო რა ხელა წერა. ეს ბევრი წერაა უკვე. ეს კი არის 200 გრამიანი წერა. რა კაია. უით პოსტი დღეს იმენა სასწაულები ჩაიდინა. გესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს გამოვედი ქაშაბზე სათევზაოდ. ისეთ მშვენიერ დინარზე. აგვისტოს მიწურულს, დღეს არის 31 აგვისტო და ჯერჯერობით ჩვენთან აღმოსავლეთ უბრალოდ დასავლეთ საქართველოში არ არის იმ რაოდენობით მწყერი გადავწყვიტე სპინინგით გასეირნება. ეს ვარ ესეთი მშვენიერი ჯოხით, ეს არის Daiwas მოდელი პრესო 1-დან 6 გრამამდე მიყენია 2000-იანი კოჭა რიობის ცნული დიეზით 0.4 და დავიწყოთ თევზაობა. ვობლერებით ვიწყებთ თევზაობას. ისეთი მშვენიერი ადგილია, მდინარე საკმაოდ თბილია, თუმცა გავალ მდინარეზე. კაი, დინება. ნახე ბიჭო, კაი ზომა დაждდა. არა. კალმახია ბიჭო თუ რა ბიჭო იგი? რა არის ბიჭო ეს? ცისარტყელაა მე მგონი ბიჭო. კაშაპია. მოდი ერთი კაშაპია, არ გინა. კაშაპია ბიჭო, რა დაარტყავი არის? ეგ იყო ეჭვალი წინაზე რო დაარტყა. არა, კაშაპია. შეხედე просто რა ზომაა. გარი ზომა. სა გაფართხალდე. სადღაც 700 გრამი რა. გარიაცა. With post. კაი, ისედაც გაგიშვებ, ისა, ერთი ფოტო მაინც გადაიღო. მოდი გავუშვათ ეს მშვენიერი ქაშაპი. მოდის ძალიან მაგრად იბრძოდა. მიდი მეგობარა, მიდი. წავიდა. ყველას თხოვნა იქნება რომ გავუშვათ ქაშაპი. არის ძალიან უგემური თევზი და უბრალოდ არ ვიცი, არც შემწვარი არა, კარგი არც მოხარშული. შემერჩევა იქნება რომ ახლა დაუბრუნოთ ბუნებას იმ მშვენიერი თევზი. კიდე კაი ზომის დაჭდა ერთი. სატყვარაზე სხვათა შორის. არა, არც ისე დიდია, მაგრამ ძალიან მაგალითი ბიძის. დავაყენეს კამიონის რეპლიკა. ის წერა რა არის? წერა დავიჭირე ბიჭო. ხო არ ღადაო. წერა დავიჭირე ბიჭო. მეთქი რა არის? აი დააკვირდი წერა დავიჭირე მეგობრებო. მეთქი რა სხვანაირად იბზის თქო. მას მაგარი ზალა ქონდა. ვობლერზე. ეს ყველა სხვადასხვა ვობლერზე. დააკვირდით. კაი ზომის წვერა ერთი წამით. ისეთი სასწაული არაფერი, მაგრამ ბუნებრივ ფერზე. კამიონის რეპლიკა. ეს მშვენიერი წვერუკა. ხედავთ ვობლერს. ხოჭოს ფერშია.
Გატუჩები გაკ. აუშვათ ესეც. დადი. შენდა იმსახური გაშვება. წადები წასვლა კიდევ გინდა. წავიდა. მეგობრებო, კიდე ერთი შვენიერი ზომის კაშაპი დავსვი, სადაც ალბათ 400 გრამამდე. მინიმუმ 400 გრამი უნდა იყოს. კაი ზომაა და ესეც კამიონის რეპლიკა. შევიგა ფართხალდე. ესეთ ფერში. შვენიერი კაშაპუნა. ამასაც რა თქმა უნდა გაუშვეთ, მაგრამ ის შედარებით უფრო წყნარად მოდიოდა. ისე არ იბრძოდა. მდინარესთვის კარგია. მიდი თავისით წავა ახლა. ამას დახმარება დასჭირდება. წად. მოხია. წევიდა. კაი დღეა. 3 კაშაპი და 1 წვერა უკვე დავიჭირე. ჯერ სად ვართ? თელეთებს ზავა კიდე წინ გავოდება. თავი არ დამიჯდეს მობილური ვიღებ ახლა. სინჯოდ კიდე ერთ ადგილიდან გამოიყვანე 3 თევზი, 2 კაშაპი და 1 წვერა. თავიდან პირველი რო დავიჭირე ეგ კამერა მაგდოს არ მქონა მოლური ჩართული და ეგ იყო შედარებით პატარა ზომა 180 გრამამდე იყო და ივას ყანყაოზე დავსვი. დანარჩენი ყველა ვობლერზე. გააკვირდით შვენიერი ადგილი ჩანს. ძალიან ლამაზი. აქ დავაყენებ ტრიალას, მაგრამ ადგილებია. Smith იაკესი და ვნახოთ. აერესი დღეს სპეციალურად არ დამომოყია, იმიტომ აერესი ხო არს აქვს ყველაფერს. მოდი მივცეთ სხვა სათვალებს შესაძლებლობა. იაკესი არის ამით ნაკლები, მაგრამ მაინც ძალიან შორს მიფრინავს. 4 გრამიანი იაკესი მეყენია. აქ უკვე შედარებით ამდგარი წყალია, დინება არ არის ისე. დაჯდა. გუითფოსზე დაჯდა. ახე ბიჭო რა შვება. კაი ზომის კაშაპია. რანაირი 15 ხალა ხარ არის. თუ კაშაპია რავი. კარგად აქ აღებული. გუითფოსტი ისე. ამას სერიოზული დარტყმა ჰქონდა დედასპისა. ეგეც არის 1.5 კილო ყველაზე ცოტა. ოხ, ხელში ვერ მოვკიდე ბიჭო იმენა, თელს შემინა დღეში. კი, არა, მეტია 1.5 კილოზე ეს. 600 გრამი მინიმუმ. გუითფოსტი. შვენიერი ზომის კაშაპუნა. ეს უკვე მე-5 თევზი დღეს. და მეორე თევზი, რომელიც გუითფოსტზე დავაჯინე. ამ ფერზე. ასეც გავუშვებთ რა თქმა უნდა. იმედია გადარჩება, იმიტომ ცოტა დაზიანდა. კარგად ხონდა აღებული და. ეხლა შემოდიხარ ჩემამდე? აიცა. გაუშვათ ეს ჩვენი პაციენტი რა დაზიანებულია ბიჭო. თავზე რა სჭირს? წავიდა გაცჩოლობრივად. გაცურა. კი, წავიდა. იქეთ არა ბიჭო რომ აწყავს წადი. ცოტა დარეტიანებულია, მაგრამ ეს უნდა გადარჩეს. წადი ბიჭო, წადი იქეთ. წავიდა.
წევიდა. ამ გონია ასე დინებაში ქაშაპი იდგეს. ბეტანი დიდი შქერია, მე გამახის შქერია. აქ მე ჩვენს ხაუბლებს გავატარებ. დავაყენოთ ისევ გუით პოსტი, ნახოთ რა სიზამს ეს მოვლერი ამ საკმაოდ ჩქარ დინებაში. ოხ ნახე ბიჭო რა შევა ეს მოვლერი ჭე გიჩო ქაშაპია თუ წერაა ბიჭო არა წერა ბიჭო ამხელა წერა დააკვირდით ფიგურებო ამხელა წერა ეს ბევრი წერაა უკვე ეს კი არის 200 გრამიანი წერა. უხ, რა კაია. გუით პოსტი დღეს იმენა სასწაულები ჩაიდინა. მე ამის რეკლამას არ ვაპირებ, ყველა მიცის რაც არის მოვლერი. მაგრამ ალათიც რა. ბევრი იჭერს ამ მოვლერზე და ამასაც კარგად აკრებული. მაგარია ძალიან 100 გრამზე მეტი ეტია 150 გრამი არის, აი ძვირა. ეს ფოტოებს ის გადაუღებ. სულ კარიც ამოვარდა ახლა. მეგონი დღეს დავასრულებ. ზაობას. რამდენიმე გატარება გავაკეთოთ აქაც. დიდი ადგილი ჩანს და დავასრულებ დღევანდელ თევზაობას. 7 თევზი დავიჭერე ჯამში. ქაშაპი, შვენიერი ზომები, წვერები. წვერა აი მაგარი მებრძოლია ძალიან. 100 გრამიანი და 200 გრამიანი ისეთი ძალა აქვს. ანგრევს ჯობს. წარმოვიდგენია 400 გრამიანი და 9 კილოიანი წვერა რა იქნება სპინინგზე. დღეს მზიანი ამინდია, მაგრამ თევზი მოდის ჩვეულებრივად თევზაობა დავიწყე ზუსტად 12 საათზე გაგანია სიცხეში და დღისით მოდის ჩვეულებრივად თევზი უპრობლემოდ. აუცილებელი არა დილით ადრე მოხვიდეთ სათევზაოდ ამ თევზზე. შვენიერ იმუშავა ჯოხმა. დიდი მადლობა მინდა გადავხადო ავტო კალანდაძეს, რომელიც ძალიან მაგარ ჯოხებს ყიდის ბიუჯეტურ ფასებში. ზუსტად ეს შევიძინე ავტოსთან მაღაზიაში კარპალოვ შოპ G. დიდი მაღაზია არის თბილისში გაგარინზე. თუ ეს დაინტერესებთ და გაინტერესებთ კონტაქტებსაც ჩაგიგდებთ. კარგი რაღაცები იყიდება ავტოსთან. ფიქრობ ამით უკვე დაგემშვიდობებით. აუცილებლად შემდეგი ჩემი გასვლა იქნება უკვე წერზე, ნადირობის სეზონია გახსნილი და აუცილებლად გადავიღებ ძალიან კარგ კადრებს. ეხლა ახალი კამერა ჩამოვდის, ამ დღეებში ჩამოვივა და საინტერესო გასვლები მექნება.
დაგვიწერეთ ჩემი არხი, მოგეწონათ, დალაიქეთ ჩემი ვიდეო და ავახეთ დროებით.